მე ვარ ბარბარე ავალიანი 9 წლის. ვსწავლობ 31 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და თამაში. უფრო მიყვარს თამაში. ჩემი საყვარელი თამაშია ექიმობანა. ამ თამაშს ხშირად ვთამაშობ თოჯინებთან ერთად. სახლში მყავს 11 თოჯინა. ჩემს საყვარელ თოჯინას ქვია ტასო. ძალიან ჭკვიანი და დამჯერი გოგოა. ექიმობანას თამაშის დროს მე ექიმი ვარ და ის პაციენტი. ყველაზე ხშირად ტკივა თავი. სიცხეს ვუსიჯავ და წამალს ვასმევ. ხშირად იმიტომ ხდება ავად, ბევრს დარბის და ოფლიანდება. მე რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე კბილის ექიმი. ბავშვობაში მინდა გამოსულიყავი მხატვარი, იმიტომ რომ ხატვა ძალიან მიყვარს. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა 4 წლის ვიყავი. მე ვიცი სახლის ხატვა, ხეების დახატვა, შემოდგომის დახატვა, ზამთრის დახატვა, კიდე გაზაფხულის დახატვა და მინდვრები და ყვავილების დახატვა. ყველაზე ძნელია დედოფლის კაბის დახატვა. ყველაზე ადვილია შემოდგომის დახატვა. მე ახლა გასწავლით შემოდგომის დახატვას. ხეს ვხატავთ. შემდეგ ვუკეთებთ ფოთლებს, ფოთოლს ცვენას. შემდეგ ვხატავთ მინდორს. მერე დავხატავთ სტაფილოსფრით შემოდგომას გავაფერადებთ. შემდეგ ვხატავთ მზეს. და ჩვენი სახლიც დავხატოთ. და შემდეგ ვხატავ ჩემ თავს. ვითომ შემოდგომაში ვარ და მხიარული. ჩემი საყვარელი ფერია სტაფილოს ფერი. არ მიყვარს შავი ფერი. იმიტომ რომ ჭუჭყიანი ფერია და ნახატს აფუჭებს. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 12 ნახატი. ერთი ნახატი გამომივიდა განსაკუთრებულად ლამაზი. ამ ნახატზე ხატია ზამთარი, თოვლიანი და ფიფქები ცვივა. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ ბევრი ნახატი რომ ექნება, მაშინ მოვაწყობ გამოფენას. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ ჩემს საუკეთესო მეგობრებს: ლილი აბულაძეს, ლიზი აბაშიძეს, გუგა ცეცხლაძეს, ემილია ვაშაყმაძეს და ემილი ზოიძეს. კიდე დავპატიჟებ ოჯახის წევრებს და ჩემს მეზობლებს. ნახატი ჯერ არ გამიყიდია, მაგრამ მინდა გავყიდო. 2 ნახატი ეღირება 10 ლარი, ვისაც კიდევ 3 ნახატი ეღირება 15 ლარი და 1 ნახატი ეღირება 10 ლარი. მე ფული როცა მაქვს, ხარჯავ საბრანჭაოებში. ლამაზი გოგო ვარ და ძალიან მიხდება გაბრანჭვა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი კლასელები მყავს, კარგი მასწავლებლები ჩვენზე ზრუნავენ და მასწავლებლები სულ ჩვენ გვაქცევენ ყურადღებას. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ლიზი აბაშიძე. ყველაზე ცელქია გუგა ცეცხლაძე. ყველაზე ჭკვიანია ლილი აბულაძე. ყველაზე მშვიდი ბავშვი არის ანეტი ასამფაძე. მე ვარ ყველაზე პრანჭიკელა, მეგობრული, კეთილი. კლასში ყველაზე ჭკვიანი მე და ლილე ვართ. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მარანა ქობულაძე. ის არის ჩემსავით ლამაზი, კეთილი არის, გვიხსნის, რომ დავწეროთ ლამაზად. შემდეგ ძალიან კეთილია ჩვენთან, ჩვენ გვიყვარს და მასაც ვუყვართ. ის არის ყველა მასწავლებელზე უფრო ბედნიერი. ასე იმიტომ მგონია, რომ ძალიან კარგი შვილები ჰყავს. ახლა მინდა ვიყო 13 წლის, რადგან მაინტერესებს ახალი საგნები. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, ბებია, ბიცოლა, ბიძია და დაიკოები. დედიკო არის ძალიან თბილი, კეთილი, მზრუნველი, მიყვარს ძალიან და მასაც ვუყვარვარ. არაფერს არ მაკლებს და მხიარულია სულ. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია, რომ სახლსაც ვარაგებ და საჭმელებსაც ვაკეთებ.
პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 5 წლის. ეს საჭმელი იყო პიცა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი კეთილ მეგობარზე. მეგობრობა არის ერთმანეთს არ აწყენინებენ, ერთმანეთს საჭმელს უყოფენ. კლასელები არიან საყვარელი. მე ახლა მყავს 3 საუკეთესო მეგობარი და მინდა მყავდეს 5. ჩემი საყვარელი ფილმი არის მაუგლი. ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კატა. გარეული ცხოველებიდან სახლში მინდა მყავდეს პანდა. ჩადოსტური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. პირველ რიგში ვიყიდით ასაცველების მაღაზიას და ვიშოპინგებდი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბაკურიანში და პარიზში. ყვავილებიდან მე გავარ გვირილას. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ბარბარე რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე რომ ბარბარე არ მერქვას, მერქმეოდა მარი. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის პლანშეტი. ბედნიერება არის თამაში და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.